გამარჯობა. აბა წარმოიდგინეთ უზარმაზარი იმპერია, რომელიც ფაქტობრივად ინგრევა. სამოქალაქო ომები, გარედან მთრები, სრული ქაოსი. დღეს ჩვენ ვყვებით ამბავს იმაზე, თუ როგორ შეძლო ერთმა კაცმა დიოკლეტიანემ არა უბრალოდ ამ კოლაფსის შეჩერება, არამედ რომის იმპერიის კურსის სრულიად შეცვლა. ხო და მთავარი კითხვაც ეს არის, როგორ გადარჩა რომი? როგორ მოახერხა სრული დაშლის თავიდან არიდება, როცა მოდი ვთქვათ ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო? პასუხი როგორც ხდება ხოლმე ერთ საკმაოდ მოულოდნელ პიროვნებაშია. მაგრამ სანამ მასზე გადავალთ, მოდით კარგად გავიგოთ რა კატასტროფულ ვითარებაზე ვლაპარაკობთ. კარგით, პირველი ნაწილი. რომის კრიზისი. იმისთვის რომ დიოკლეტიანეს გამოსავლის გენიალურობა დავინახოთ, ჯერ უნდა ჩავწვდეთ რა ღრმა იყო ის ჭა, საიდანაც იმპერიის ამოყვანა უწევდა. და ამ ჭას მესამე საუკუნის კრიზისი ჰქვია. მოდით უბრალოდ ციფრებს შევხედოთ. 50 წელიწადში 20-ზე მეტი იმპერატორი. დაფიქრდით, ეს რას ნიშნავს? ანუ საშუალოდ ყოველ 2-3 წელიწადში ახალი მმართველი გყავს, იმიტომ რომ წინა ან მოკლეს, ან გადააგდეს. არანაირი სტაბილურობა, არამაირი გრძელვადიანი გეგმა. ამას დაუმატეთ გაუთავებელი ომების საზღვრებზე. ეკონომიკა, რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ფული უბრალოდ მეტალის ნაჭრად იქცა და ამ ყველაფერს ზემოდან შავი ჭირი და შიმშილი. მოკლედ, იმპერია ყველა მხრიდან იშლებოდა. და აი სწორედ ამ სრულ ქაოსში სცენაზე გამოდის კაცი, ვისგანაც ამას არავინ ელოდა. დიოკლეტიანე. ის არ იყო ვიღაცა არისტოკრატი რომის ელიტიდან, არა, ის იყო დაბალი სოციალური ფენიდან, ჩვეულებრივი ჯარისკაცი, რომელმაც თავისი შრომით და უნარით გაიკვლია გზამწვერვალისკენ. და მას ჰქონდა გეგმა, თანაც ძალიან რადიკალური გეგმა. გადავდივართ მეორე ნაწილზე, დიოკლეტიანეს რადიკალური რეფორმები. მთავარი, რაც მან გააცნობიერა, ის იყო, რომ ძველი მეთოდებით ამ პრობლემას ვეღარ უშველიდნენ. იმპერიისთვის უბრალოდ ჭრილობების მოშუშება საკმარისი არ იყო. საჭირო იყო სრული ქირურგიული ჩარევა, სისტემის ფუნდამენტური გადაწყობა. და ნებისმიერი დიდი რეფორმა, რა თქმა უნდა, სიმშვიდით იწყება. სახლს ვერ დაალაგებ, როცა გარშემო ომია. ხო და მისი პირველი ნაბიჯიც ეს იყო, საზღვრების გამაგრება. მან დაამარცხა სარმატები და სხვა ტომები დუნაის საზღვართან. ამით მან იმპერიას მისცა ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა. ცოტაოდენი ამოსუნთქვის საშუალება. დრო, რომ შიდა პრობლემებისთვის მიეხედა. მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლა იმპერიის შიგნით იმართებოდა. და აი აქ მივდივართ დიოკლეტიანეს ყველაზე გენიალურ და რადიკალურ იდეამდე. მან დაინახა ის, რის აღიარებაც მანამდე არავის უნდოდა, ან უბრალოდ ვერ ბედავდა. პრობლემა არ იყო კონკრეტულად ცუდ იმპერატორებში. პრობლემა სისტემური იყო. იმპერია უბრალოდ ზედმეტად დიდი იყო ერთი კაცის სამართავად, ზერტილი. და აქედან გამომდინარეობს ჩვენი მესამე ნაწილი. იმპერია გაყოფილი 4-ად. მისი გამოსავალი იმდენად რადიკალური იყო, რომ ბევრისთვის წარმოუდგენელიც კი ჩანდა. ამ სისტემას ეწოდა ტეტრარქია, რაც პირდაპირ ნიშნავს 4 მმართველობას. აი, როგორ მუშაობდა ეს სისტემა? წარმოიდგინეთ უზარმაზარი კორპორაცია, რომელიც გაკოტრების პირასაა, იმიტომ რომ ერთ დირექტორს ფიზიკურად არ შეუძლია ყველაფრის მარცვა. რას იზამდი? დაყოფდი მას 4 ნაწილად, 4 მენეჯერით. დიოკლეტიანემაც ზუსტად ეს გააკეთა. დანიშნა 2 მთავარი იმპერატორი, ანუ ავგუსტუსი, და თითოეულმა მათგანმა აირჩია თავისი უმცროსი კოლეგა და მემკვიდრე, კეისარი. იმპერია დაიყო 4 რეგიონად და თითოეულს თავისი მმართველი ყავდა. ამით ორი უდიდესი პრობლემა მოგვარდა. პირველი, მართვა ბევრად ეფექტური გახდა. და მეორე, რაც უმნიშვნელოვანესია, მემკვიდრეობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაალაგდა. შემდეგი იმპერატორი უკვე ცნობილი იყო. აღარ იყო საჭირო სისხლიანი ომები ტახტისთვის. და შედეგი უბრალოდ შეადარეთ. მანამდე ერთი მმართველი და სრული ქაოსი. შემდეგ 4 მმართველი და დაგეგმილი სტაბილურობა. მანამდე მუდმივი სამოქალაქო ომები იმაზე თუ ვინ იქნება შემდეგი, შემდეგ მემკვიდრეობის ნათელი და გასაგები ხაზი. ამ სისტემამ იმპერიას თითქმის 20 წელი მოუთანა სიმშვიდე. იმ ეპოქისთვის ეს ფაქტობრივად სასწაული იყო. მაგრამ დიოკლეტიანე აქ არ გაჩენებულა. ტეტრარქია მხოლოდ პოლიტიკური რეფორმა იყო. მან ხელი მოჰკიდა აბსოლუტურად ყველაფერს. ეკონომიკაში ჰიპერინფლაციას ებრძოდა, ფასების დაწესებით, სამხედრო სფეროში გააორმაგა არმიის ზომა, ადმინისტრაციულად სულ თავიდან გადაახალისა პროვინციები და ფინანსურად შექმნა ახალი, ბევრად უფრო ეფექტური საგადასახადო სისტემა. მოკლედ, ეს იყო იმპერიის სრული რესტარტი, გადატვირთვა. სხვადასხვა ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც კარგად აჩვენებს მის ხასიათს. დიოკლეტიანეს, რომის იმპერატორს, ქალაქი რომი დიდად არ უყვარდა. საერთოდაც, მთელი თავისი მმართველობისას მხოლოდ ერთხელ ესტუმრა. ის იყო პრაგმატიკოსი, მისთვის რაღაც სიმბოლოებსა და ძველ ტრადიციებზე ბევრად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა იყო. ამიტომაც, თავის დედაქალაქად აღმოსავლეთში მდებარე ნიკომედია აირჩია და იმპერიას იქიდან მართავდა. კარგი, გადავდივართ მეოთხე ნაწილზე. და აქ ამბავი ცოტა რთულდება. იმიტომ რომ დიოკლეტიანე როგორც ყველა დიდი ისტორიული ფიგურა
საკმაოდ წინააღმდეგობრივია. კი, მან რომი გადაარჩინა, მაგრამ რა ფასად? ახლა მოდით, მისი მმართველობის ბნელ მხარეზეც ვისაუბროთ. მისი სიმკაცრის და ავტორიტარიზმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მანიქეველები გახდნენ. ეს იყო რელიგია, რომელიც სპარსეთიდან მოდიოდა და სხვადასხვა რელიგიების ნაზავს წარმოადგენდა. დიოკლეტიანეს ლოგიკა მარტივი იყო. სპარსეთი რომის ნომერ პირველი მტერია. შესაბამისად, სპარსული რელიგია იმპერიის შიგნით პოტენციური მეხუთე კოლონაა, პოლიტიკური საფრთხე, ამიტომაც მათ სასტიკად დევნიდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ხო და აქ ჩნდება კითხვა. ვინ იყო საბოლოო ჯამში დიოკლეტიანე, მხსნელი, რომელმაც იმპერია ფერფლიდან აღადგინა, თუ ტირანი, რომელმაც ისტორიაში ყველაზე დიდი და სასტიკი დევნა მოუწყო ქრისტიანებს და საკუთარ თავს ცოცხალ ღმერთად თვლიდა, ვისთვისაც ყველას თავყვანი უნდა ეცა. სიმართლე როგორც ყოველთვის ალბათ სადღაც შუაშია. ის იყო ორივე. კაცი, რომელმაც წესრიგისთვის თავისუფლება გაწირა. და ბოლოს მეხუთე ნაწილი, იმპერატორი, რომელმაც ძალაუფლება დათმო. ახლა კი მივადექით მისი ცხოვრების ყველაზე გასაოცარ და ალბათ ყველაზე წარმოუდგენელ ეპიზოდს. იმას, რაც მას რომის ყველა სხვა იმპერატორისგან განასხვავებს. აბა დაფიქრდით, რა ბედი ეწევა ხოლმე კაცს, რომელმაც ხელში აბსოლუტური ძალაუფლება ჩაიგდო და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანა. ისტორია გვეუბნება, რომ ასეთი ადამიანები ან ტახტზე კვდებიან, ან მათ კლავენ. სხვა ვარიანტი თითქოს არ არსებობს. მაგრამ დიოკლეტიანემ სულ სხვა გზა აირჩია. მან გააკეთა ის, რაც რომის ისტორიაში არავის აბსოლუტურად არც ერთ იმპერატორს არასდროს გაუკეთებია. 305 წელს, როცა ის თავისი ძალაუფლების ზენიტში იყო, დიოკლეტიანე საკუთარი ნებით გადადგა, უბრალოდ წავიდა პოლიტიკიდან, დათმო ყველაფერი. და არსებობს ერთი ლეგენდარული ამბავი, რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მის მიერ შექმნილმა ტეტრარქიამ რყევა დაიწყო, მასთან მივიდნენ და სთხოვეს დაბრუნებულიყო ისევ აეღო ძალაუფლება ხელში. მისი პასუხი კი ისტორიაში შემორჩა. მან თქვა, ჩემთან სპლიტში, ჩემს სასახლეში რომ ჩამოხვიდეთ და ნახოთ რა კარგი კომბოსტო მომყავს ჩემს ბაღშიო, ამ სისულელეს აღარასდროს თხოვდითო. ფაქტობრივად თქვა, რომ თავის ბაღში კომბოსტოს მოყვანა ბევრად უფრო დიდ ბედნიერებას ანიჭებდა, ვიდრე მსოფლიოს მართვა. და ბოლოს ისევ უბრუნდებით მთავარ კითხვას. მაშ, ვინ იყო დიოკლეტიანე რომისთვის? მისი უკანასკნელი დიდი მხსნელი? უდაოდ კი, მან იმპერია პირდაპირ მნიშვნელობით უფსკრულის პირიდან მოაბრუნა. მაგრამ ამავე დროს მან შექმნა ბევრად უფრო ხისტი, ავტორიტარული და ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელმაც გარკვეულწილად გზა გაუხსნა შუა საუკუნეების მმართველობის მოდელს. ასე რომ კითხვა ღიად რჩება: იყო ის რომის დიდი რეფორმატორი თუ უბრალოდ ახალი, უფრო დახურული სამყაროს არქიტექტორი? ამაზე პასუხის გაცემა მგონი უკვე თქვენთვის მომინდვია.